ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმდა. სანქციების ახალი პაკეტით რუსულ ნავთობზე საფასო ჭერის 60-დან 47.6 დოლარამდე მცირდება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი ზღვარი 1 ბარელ ურალზე $60 არ შეცვლილა მისი დაწესების შემდეგ, მაშინ როცა ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბოლო თვეებში ურალსის ფასი ისედაც ჩამოსული იყო $60-ზე დაბლა და ამან ფაქტობრივად აზრი დაუკარგა სანქციის არსებობას. შესაბამისად, ევროკომისია მიიჩნევდა, რომ საჭიროა დინამიკური სისტემა, რომელიც ბაზრის რეალურ მოცემულობასთან იქნება სინქრონიზებული და უფრო მკაფიო ზეწოლას მოახდენს რუსეთის შემოსავლებზე. ნავთობის გარდა სანქციების ახალი პაკეტი ასევე ეხება რუსეთის ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 და Nord Stream-ის გამოყენების აკრძალვას. სანქციების ამ პაკეტს აქამდე სლოვაკეთი ბლოკავდა, რომელიც რუსულ გაზზე უარის სანაცვლოდ კომპენსაციას და გარანტიებს ითხოვდა. დონალდ ტრამპი 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს. ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ბაჰრეინის მემკვიდრე პრინცთან სალმან ბინ ჰამად ალ-ხალიფასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 150-ზე მეტ ქვეყანას წერილს გაუგზავნის, სადაც ტარიფების დონე იქნება განსაზღვრული. ისინი დიდი ქვეყნები არ არიან და იმდენი ბიზნესი არ აქვთ, რამდენიც მათ, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგალითად ჩინეთსა და იაპონიას, აღნიშნა ტრამპმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მის მიერ ქვეყნის ფედერალური რეზერვის, იგივე ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის სამსახურიდან გაშვება ნაკლებადაა მოსალოდნელი. თავად ეს კომენტარი პრეზიდენტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მედიაში თითქოს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედის თავმჯდომარის დათხოვნასთან დაკავშირებით ტრამპი რესპუბლიკელ კანონმდებლებთან კონსულტაციებს გადიოდა. დონალდ ტრამპის განცხადებით ამ თემას ის მართლაც განიხილავს, მაგრამ ქმედითი ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო. რამდენიმე კვირის წინ ტრამპმა პაუელს ხელწერილი გაუგზავნა, რომლითაც პრეზიდენტი ბანკირს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებს. წერილში, რომელიც რეალურად სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების რეიტინგზე დაწერილი ტექსტია, პრეზიდენტი ფედის თავმჯდომარეს კვლავ ნელს უწოდებს. დონალდ ტრამპის შეფასებით ამერიკულ დოლარზე რეფინანსირების განაკვეთი მაქსიმუმ 1% უნდა იყოს, ნაცვლად ახლა არსებული 4.25% შუალედისა, რასაც პრეზიდენტი შემცირებული ინფლაციით ხსნის. ის მიიჩნევს, რომ ამერიკაში ისტორიულად გაძვირებული კაპიტალით ამერიკელები $100 მილიარდ კარგავენ და ეს მისი თქმით სწორედ ჯერომ პაუელის დამსახურებაა. აღნიშნული გარკვეულწილად მართალია, რადგან წელს პაუელს განაკვეთი არ შეუმცირებია. მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის BlackRock-ის მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეკორდულ ნიშნულამდე 12.5 ტრილიონამდე გაიზარდა. კომპანიის კაპიტალის შემოდინება მეორე კვარტალში 28.8 მილიარდამდე გაიზარდა. გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 6.4 მილიარდი იყო. აქციათა ფასების კლების შემდეგ BlackRock-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 171 მილიარდით განისაზღვრა. კომპანიის მთლიანი შემოსავალი გასულ კვარტალში 5.42 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მეტწილად კომისიო გადასახადის 6%-ით ზრდის დამსახურებაა. შედარებისთვის გასული წლის იმავე პერიოდში კომპანიის შემოსავალმა 4.91 მილიარდი შეადგინა. ცნობისათვის საინვესტიციო კომპანიის შემოსავლის ძირითად წყაროს სწორედ აქტივების მართვისთვის მიღებული საკომისიო პროცენტი წარმოადგენს. BlackRock-ის აქტივების მოცულობა გასულ წელს 10.65 ტრილიონს შეადგენდა. კაპიტალის ბაზარზე დადებითი ტენდენციების, ასევე მრავალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისა და ამერიკის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების შედეგად კომპანიის აქტივების მოცულობა რამდენიმე თვეში თითქმის 20%-ით გაიზარდა. მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის მოგება და შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Goldman-მა 3.7 მილიარდის წმინდა მოგების მიღება შეძლო, რაც 700 მილიონით აღემატება წინა წლის შედეგს. ყველაზე მკვეთრი ზრდა კომპანიას ტრეიდინგის მიმართულებით აქვს და ამ დეპარტამენტის შემოსავალი 4.3 მილიარდს შეადგენს, რასაც თავის მხრივ ბაზარზე არსებული მერყეობა და საფონდო ბირჟის რეკორდული ზრდა განაპირობებს. მოსალოდნელზე უკეთესი ფინანსური შედეგების ფონზე Goldman Sachs-ის კაპიტალიზაცია 218 მილიარდამდე არის გაზრდილი და საბანკო საფინანსო ორგანიზაციების რეიტინგში ის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით წლიური ინფლაციის დონემ 3.6% შეადგინა, რაც 0.1%-ული პუნქტით მეტია პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით და მოულოდნელ ნახტომს წარმოადგენს. რაც შეეხება საბაზისო ინფლაციის დონეს, ანუ Core CPI-ის აღნიშნული მაჩვენებელი 3.7%-ამდე გაიზარდა, რაც 0.2%-ული პუნქტით მეტია წინათვის მაჩვენებელთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 5.25%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელი იყო, თუმცა ამჟამად განაკვეთი 4.25%-ამდეა შემცირებული. ბოლო პერიოდში ინფლაციის ზრდა სურსათის ენერგეტიკული რესურსების და იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას უკავშირდება, რაც ბრიტანეთში ინფლაციის დაჩქარებას იწვევს.
ქვეყნის მზარდი საბიუჯეტო დეფიციტის გამოწვევის აღმოსაფხრელად გასატარებელ რადიკალურ ზომებს შორის საფრანგეთი 2 დღესასწაულზე უქმე დღის გაუქმებას განიხილავს. როგორც ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბეირომ განაცხადა, მიზანი ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი ვალისგან გადარჩენაა. 2026 წლის ბიუჯეტის განხილვისას ასეთ დღესასწაულებად ბეირომ აღდგომის ორშაბათი და 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ სხვა დღესასწაულებსაც გადახედავს. საფრანგეთი ევროკავშირისგან წნეხის ქვეშაა თავისი საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც მშპ-ს 5.8% შეადგენს 3%-მდე ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმამდე შეამციროს. ქვეყნის საგარეო ვალი 3.3 ტრილიონ ევრო შეადგენს, რომელზედაც პროცენტის სახით ყოველწლიურად 60 მილიარდი ევრო აკუმულირდება. პრემიერის შეფასებით საგარეო ვალის ეს მოცულობა ქვეყნისათვის სასიკვდილო საფრთხეა. მისი გადაწყვეტილებით მომდევნო წლის ბიუჯეტი 43.8 მილიარდი ევროთი შემცირდება, რაც დეფიციტს მშპ-ს 4.6%-იან ნიშნულამდე დაიყვანს. გეგმის თანახმად მშპ-ს 3%-ს გაუთანაბრდება დეფიციტი 2029 წელს. მოსალოდნელია, რომ ორი უქმე დღის გაუქმება საზოგადოებისგან დიდ წინააღმდეგობას დაიმსახურებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ შეტევაა საფრანგეთის ისტორიასა და წინაპრებზე. 15 ივლისიდან ფინეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა აეკრძალათ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ანტი ჰაკანენის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამდეც უნდა მიეღოთ, რადგან საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. გამოცემა კიევ ინდეპენდენტის ინფორმაციით, აქამდე ფინეთის მთავრობას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში შეეძლო რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის ბლოკირება. კერძოდ, თითოეული ტრანზაქციის შესწავლა ხდებოდა და თუ თავდაცვის სამინისტრო მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეთში აფასებდა, იბლოკებოდა. საუდის არაბეთი უცხოელებისთვის უძრავი ქონების ბაზარს ხსნის. კერძოდ, უცხოელები უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვებას გარკვეული გეოგრაფიულ არეალებში შეძლებენ, ხოლო განსაკუთრებული პირობები წმინდა ქალაქებში მექასა და მედინაში არსებულ უძრავ ქონებაზე გავრცელდება. ინფორმაცია საუდის არაბეთის გაზეთი Arab News-ი ავრცელებს. განახლებული სისტემა, რომელიც ახლახან ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა 2026 წლის იანვრიდან, არასაუდელ მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სამეფოში უძრავ ქონებას ფლობდნენ. საკუთრების მიღების მნიშვნელოვნად გამარტივებული პროცესი დიდ ქალაქებში, კერძოდ რიადსა და ჯიდაში იქნება ხელმისაწვდომი. ამჟამად საუდის არაბეთში უძრავი ქონების შეძენაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, უცხოელებისთვის საკუთრების უფლება გეოგრაფიულად შეზღუდულია, ხოლო უძრავი ქონების შესაძენად ქვეყნის მთავრობის სპეციალური ნებართვა არის საჭირო. ხელისუფლების ცნობით, რეფორმის მიზანი უძრავი ქონების სექტორის ზრდის სტიმულირება და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების წახალისებაა. ამასთან საკუთრებაზე შეზღუდვები დაწესდება და უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში იქნება დაშვებული. თუ რომელი გეოგრაფიული არეალები იქნება ღია უცხოური საკუთრებისთვის, ამას საუდის არაბეთის უძრავი ქონების გენერალური სამმართველო განსაზღვრავს. ახალი წესის სახელმძღვანელო პრინციპები კანონის გამოქვეყნებიდან 180 დღის განმავლობაში გახდება საჯარო, ხოლო სისტემა სრულად 2026 წლის იანვრისთვის ამოქმედდება. რენოს ჯგუფის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის 15 ივლისიდან დროებითი პერიოდით რენოს გენერალურ დირექტორად დაინიშნოს დანკან მინტო, მანამ სანამ ახალ გენერალურ დირექტორს ოფიციალურად დაამტკიცებენ. ამჟამად რენოს ჯგუფის ფინანსური დირექტორი დანკან მინტო კომპანიის ყოველდღიური მართვის პროცესს გაუძღვება ჟან დომინიკ სენართან ერთად, რომელიც ამ პერიოდში რენოს ჯგუფის საოპერაციო კომპანიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. დანკან მინტოს აქვს ფინანსური სფეროში გამოცდილება და რენოს ჯგუფში მიმდინარე საკითხების სიღრმისეული ცოდნა. იგი კომპანიაში 1997 წლიდან მუშაობს, რაც შეეხება ყოფილ დირექტორ ლუკა დე მეოს, ის რენოს 2020 წლის ივლისში შეუერთდა მაშინ, როდესაც ფრანგული ბრენდი სერიოზულ კრიზისში იმყოფებოდა. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში კომპანიამ რეკორდული 7.3 მილიარდი ევროს წმინდა ზარალი დააფიქსირა. რენოში მისვლის შემდეგ დე მეომ გადატრიალება მოახდინა და წარადგინა აღორძინების გეგმა სახელწოდებით Renolution. ამ გეგმის ფარგლებში ფოკუსირება მოხდა მაღალი მარჟის მქონე პროდუქციაზე და განვითარების დროის შემცირებაზე.